გამოუშვით ეს ადამიანები, ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს. მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან. ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც ერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიღისტე და ადამიანური კომპრომისების გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შეუწყობთ ხელს. გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებიც მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. წერს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ქართულ ოცნებას მოუწოდებს გაათავისუფლონ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანები.